აპლოდისმენტები ამ შემთხვევაში დუდუ ნეზირაქაძეს ჩვენ დღესასწაული გრძელდება ნამდვილად და ნახეთ რამდენი სტუმრით დაგიბრუნდით ეთერში ჩვენთან ერთად არიან ასევე ელენე და კატო ლეკვეიშვილები და მარიამ როინიშვილი უმცროსი და მარაჩვეულებრივ გოგონებს აერთიანებთ თამრიკო ჭოხონელიძე და მისი მოსწავლეები არიან ზუსტად ამიტომ გველის წინ ძალიან დიდი სიამოვნება ხო ჩვენი მადლობა იმისთვის რომ აი ასეთ თემაზე და ამ თემასთან დაკავშირებით მომიწვიეთ მე და ეს ნიჭიერი ბავშვები და ერთი რაც მინდა აღნიშნო წინა ბლოკთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმის მტკიცებულება რომ საქართველოში ოდითგან აი ნიჭიერება რაღაცა განსაკუთრებით ზეიმობდა მაგრამ არ იძინებს არასდროს აი ამ ბავშვებში აი პირდაპირ რაღაცა საოცრება ხდება და მე მინდა რომ აი ვისურვო რომ არც არასდროს მიძინებული იყოს ეს ნიჭიერება რა საოცრება არ მიძინებს არა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ ამ ნიჭიერებას როგორ წაიყვან ხო როგორ განავითარა უდიდესი ამას ფიქრობ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა აქვს ის რომ თამრიკოს ხელში ხვდებიან ეს ნიჭიერი ბავშვები იმიტომ რომ თვითონ თამრიკო არის აღზრდილი ქართულ დეს ტრადიციებზე მამა თამრიკოსი იყო პედაგოგი რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გაზარდა იმ გენიალურ მუსიკაზე, რასაც ქართული ხალხური და ქართული კლასიკური მუსიკა ქვია. აი ხა რეპერტუარიდან გამომდინარე მაეწყნეთ ელიდან პირველი სიმღერა შესრულდა და მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის რომ თამრიკო ბავშვებს გზდის აი ამ ძალიან მაღალ ხარისხიან მუსიკაზე. ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის დათო ხო მე სოფიკოც და თინიკოც ანუ ის ვინც ჩვენ სტუდიაში მუშაობთ და ვასწავლით რა თქმა უნდა დედას თაოსნობით იმიტომ რომ ჩვენ მის განვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ და ჩვენი მთავარი მიზანი რა არის რომ ძალიან ბევრს ვფიქრობთ აი როგორ მივაწოდოთ ამ ბავშვებს რეპერტუარი რა ეტაპზე მივაწოდოთ რა საკში იმიტომ რომ აი შეიძლება აი ესეთი პატარა ბავშვი საქართველოში ცხოვრობდეს ამ საქართველოს ყავდეს მერი დავითაშვილი კომპოზიტორი და შენ არ ასწავლი და ჩიტო ნაცარას ეს საწყალი კურდღელი შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე კონკურსებში და ეტყვით და არტისტიზმი გაკლეთ რას ნიშნავს არტისტიზმი ეს კი სიწრფელე აკლია იმ შემსრულებელს და სწრფელი იქნება მაშინ როდესაც იმ კურდღელს შეიცოდებს მეგობრობას ნახავს იმ სიმღერაში და ტექსტში მე როგორ უნდათ რომ მოუარონ და ასე შემდეგ ძალიან დიდი სიბრძნედებს ეს ასე არ არის ძალიან ხშირად მithkoms ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით არის საჭირო მიწოდება იმ რეპერტუარის და ამიტომ ვცდილობთ რომ იგივე თუნდაც ახლა სულხან ცინცაძე შეიძლება რომ არ იცოდეს ბავშვმა და ეს არ გაითავისოს იმდენ ქართულია ამაზე არ გაიზარდოს ხო აი თუნდაც ამაზე არ გაიზარდოს ასე რომ ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ ხოლმე რომ აი ესეთი რეპერტუარი თუმცა აი მაგალითად ახლა მარიამს მაგალითად ძალიან დიდი სურვილი აქვს ხოლმე რომ ესეთი სიმღერები იმღეროს იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიმღერა იცის და უკვე აი თუნდაც ისეთი სიმღერები რომელიც მაგალითად იგივე სულხან ცინცაძე ჩრდილი გზაზე გვახსოვს ეს სიმღერა და ვიმღეროთ მე და შენ ახლა კიდევ ვთქვათ მაყურებელს რომ მარიამი ჩვენთან სტუდიაში პირველად არის ხომ ჩვენ ელენეს ძალიან კარგად ვიცნობთ მარიამის ქალიშვილი ელენეს კარგად ვიცნობთ დღეს გავიცანით
და თამრიკო პრემიერა ხო მარიამისთვის კი რა თქმა უნდა. ой, მე მშვენიერია ჩვენთან გადაცემაში რომ მოხდება პრემიერა, ასეთი არაჩვეულებრივი კოკონასი. პატარა მარიამ როინიშვილი. სულხან ცინცაძე, ჭრტილი გზაზე ფილმიდან. ჩვენთან მოხვა მოდი შუაში არა თალკეო მე ბევრჯერ გამოსვია თამრიკო ხაზი რომ ამ გენიალურ კომპოზიტორებს ასევე გენიალური პოეტები უწევდნენ პეტრე გრუზინსკი მორის ფოსკიშვილი საოცარი პოეტები არიან რომელთა სიმღერას აი შენ დარწმუნებული ვარ ამაში დამეთანხმები რომ რომელთა ლექსი სიმღერისთვის დაწერილი მაშინ როცა მელოდია იყო დაწერილი და თქონდა მე ეწერდნენ აი ცალკე ნიმუშია პოეზიის ნიმუში და მე მქონდა ბედნიერება ბავშვობაში გახსოვს მორის ფოსკიშვილმა დამიწერა რამოდენიმე ლექსი საჩუქრას რომლის სიმღერები ჩვენ კონცერტზე მე როცა ამდენი სიყავი შენ როდესაც კონცერტი მქონდა აი მე ძალიან პატარა ვიყავი ხო ზუსტად არ მოვასწროს მე თვითონ პატარა ვიყავი შენ კიდე ბევრჯერ უფრო პატარა ხო და რა ვიცი ჩვენი მიზანი მაინც ეს არის ყველასი რომ აი ესენის ჯერ უნდა რაც ვიცი ეს კი არის რაღაც აჩემება ეს არის ზუსტად ის მე ვფიქრობ სწორი გზა იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ რომ დღეს აი უამრავი კონკურსი იმართება მე ვუყურებ სხვათა შორის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ თითოეული მათგანის ვიდრე ყველა ნიჭიერება მიხარია რომელიც გამოვლინდება მაგრამ ქართულ სიმღერას ვერ მღერია ვერ მღერიან იცი რატო იმიტომ რომ მაინც ეს ის თაობა რომელთანაც აი წყვეტა მოხდა ზუსტად ის რომ ოჯახმაც უნდა თავისი როლი ითამაშოს აღზრდაში რა მოასმენინოს რაზე ჩამოუყალიბოს გემოვნება სულ არ არის აუცილებელი მაშინ რაღაცა პერიოდი იყო რაღაცა იდეა ფიქსი იყო რომ ეს ბავშვები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ სცენაზე და ვარსკვლავები შეიძლება აი ამათგან ვინც დავუშვათ ჩვენთან სტუდიაში დადის 2% დადგეს სცენაზე შეიძლება ისიც არა მაგრამ სამაგიეროდ ერთი ნამდვილად ვიცით რომ მამათი სახით საოცრად მკაცრი ოღონდ ძალიან ისეთი სამართლიანი მსმენელი ზის დარბაზში და ეს გონია არანაკლები საქმე კულტურული მსმენელის აღზრდა რა თქმა უნდა ეს არის ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი და საერთოდ მუსილებს აზრი ხოლმე რომ აი რა ვქნათ ეს გემოვნება და ეგეთი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ რაშიც არ ვეთანხმები არ არსებობს ქართულ გენში იყოს ცუდი გემოვნება ამ ხალხურის პატრონი რომელსაც 1000 წლეულებით ატარებენ ამ მუსიკას უბრალოდ როდესაც შენ მუსილებ და 10 წლეულების მანძილზე თავაზობ დაბალხარისხიანს რომელსაც ბავშვობიდანვე მიეჩვია შეიძლება ის არქეტიპული ხდება მისთვის მაგრამ როგორც კი ისმენს ჭეშმარიტ იმ წამსვე ის იმას მოწონს ხა რეგიონები მოვიარე და მეუნებოდან იქნებ ცოტა გაამარტივო შენი პროგრამა და ერთი ნოტი არ გამომიმარტივებია და აბსოლუტურად მიიღეს ისეთი როგორცაც ვაზრდები იმიტომ რომ ისეთი ფესვი გაქვს და იმ დღეს ვიზახთი რომ ფესვი რო ამოატრიალო ქართულის ხო ხეზე დიდია ბევრად და ამ სწორედ ეგ არის და ამას ჭირდება მოფრთხილა ძალიან დიდი და ფიქრობ რომ აი თითოეული ჩვენთაგანი უნდა უფრთხილდეს ახლა შენ წეღან თქვი რომ შეიძლება დავუშვათ დაბალხარისხიანი მუსიკა მიაწოდო მაგაზე არ არის ლაპარაკი რა საკში მიაწვეს რომ შეიძლება ძალიანაც მაღალხარისხიანი მიაწოდო მაგრამ მან იმ ეტაპზე ის ვერ აღიქვას ისე და
თუთიყუშად იქცეს. დღეს ძალიან ბევრი თუთიყუში დადის საქართველოში, ვაღიაროთ ესეც, იმიტომ რომ ზუსტად ისევე და თუთაყურში ხო. ასევე იმეორებენ და ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ იაზრონონ ქართული ლექსიდან გამომდინარე, ქართული სიტყვიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა შემოგთავაზებ? იცი რა, მოდი ელენეს და კატოს ვთხოვ ახლა მე, იმიტომ რომ მათ თვითონ ძალიან შეიყვანეს, რატომ? იმიტომ ჩვენი სტუდიის ყველა ბავშვმა ქართული ესტრადის ისტორია იცის ძალიან კარგად და იშხნელები და თან დები იშხნელები აი მათი მთელი რეპერტუარი იციან თითქმის იცი აი ეხლა უბრალოდ თვითონ მოინდომეს სხვათა შორის ამას ვიმღერებდო და იმღერონ რადგან ასეთი თან მინდა გითხრა რომ ამ შემთხვევაში ელენე ყავს პირველ ხმას იმღერებს და კატო იმღერებს მეორე ხმას აჰა ესე დები რა გვარები არიან დები ლეკვეიშვილები Sinke glusis eschit matros Gazapfuli Ranazia Almasia Lamazia Akarkia Gazapfuli Genitsase Shwebit Suruli Raturpa Gazapfuli Vismos Rindes Misikeba Gazapfuls Rashedreba Gazapfuli Bulebaro Aqvazeba Gulits kadakhalisteba Venatsulebi Gazapfulsa Anetарებს იგი გულსა რაკარგია გაზაფხული ბრავო ესე იგი რას მინდა ხაზი გაუსვა ეს ვიბრაცია ხმაში აი ზუსტად ზომიერი გლისანდო როგორი გააკეთა და ეს ის არის სწორედ ამრიგო როდესაც მასწავლებლისგან მოდის და უკვე ბავშვებმა ეს სიმღერაში რა შევამჩნიე იცი რომ უკვე თავისი გახდა ეს რა თქმა უნდა გაითავისეს ყველა სიმღერაში ვერ ასწავლი ნიუანსირებას ანუ ვერ ეტყვი რომ აი 100 სიმღერა რო ისწავლოს 100 სიმღერაში რამდენი ნიუანსია თითოში ხო ვერ დაიმახსოვრებს ასე. ანუ შენ უნდა ასწავლო ფაქტიურად ფეხი როგორ გადაადგას. როგორ უნდა გაუძღვეს ამ სიმღერას და აი ამას ვცდილობთ რომ ყოველთვის ჩვენთან ხო არ ივლიან და ნუ რა ვიცი მე მგონია რომ სწორ გზაზე ვდგავართ. რამდენად მეთანხმები არ ვიცი. რა მეთანხმები კი არა, აკუანებული ვარ და მე ეს ვიცოდი ყოველთვის ამრიგო და სწორედ შენი იმედი მაქვს და მინდა გითხრა რომ მხოლოდ ქართულ სიმღერებს არ ასწავლო მე ეს არ მინდა რომ ვინმე დაგვაბრალოს რომ აი მაინც და მაინც ახლა კონსერვატორები ვართ ისეთი რომ არა უცხოური სიმღერები, უცხო ენოვანი სიმღერები ძალიან ბევრი იციან და ძალიან კარგადაც ვღერიან მინდა. საინტერესოდ კი, იმიტომ რომ თუ კი რამ შექმნილა, მით უმეტეს საბავშვო რეპერტუარის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ადრე საბავშვო სიმღერებს და იყო ძალიან მაღალხარისხიანი საბავშვო სიმღერები სამწუხაროდ. ახლა არც ვიცი, საერთოდ იქმნება თანამედროვე ქართული საბავშვო სიმღერა. იცი რა, მოდი კატო ერთი წუთი მოდი რადგანაც ეს უცბად. მოდი კატო. მოდი თუ იცნობენ ამ სიმღერას აბა ვიღაცები მაინტერესებს რა დროს ჩემი თოჯინა სკოლა მიხმობს მალე მაგრამ ცელქი დედოფალა მიბაჯუნებს თვალებს უშინ კბილად მეგობრობდით
ირავ ქნახვალე ჩემპატიაც უგრუმელას მინაღირსებსალეს ნანა ჩემო ბაია აღარა ვარ ბავშვი მე სკოლაში მივდივარ შენ ბებოსთან დარჩი ახლა ის გათამაშებს ვიცი ალბათ ხვდები ეხრა მალე გარბიან ეს ბავშვობის წლები აბაღარ მოიწყინო ჩუმად გეტყვისე შეხარ ჩემი სიყვარული ჩემი სიხალისე მართალია გულით მიყვარს სწავლა წიგნის სკოლა დროს როგორ მე ვიპოვი და მაინც შენთან მოვალ ნანა ჩემო ბაია აღარა ვარ ბავშვი მე სკოლაში მივდივარ შენ ბებოსთან დარჩი ახლა ის გათამაშებს ვიცი ალბათ ხვდები ეხრა მალე გარბიან ეს ბავშვობის წლები ეხრა მალე გარბიან ეს ბავშვობის წლები მართლა მალე გარბიან ეს ბავშვობის წლები მე მინდა რომ ტელემაყურებელს უთხრათ რომ ყველა მარიცის რომ ეს სიმღერა დათო ევგენიძის არის და ძალიან დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის აი მართლა ძალიან დიდი მადლობა და მე მინდა ვისურვო და ვთხოვო ბევრ ახალგაზრდა კომპოზიტორს რომლებიც მოდიან დღეს რომლებიც იწყებენ აი დაწერონ პატარა ბავშვებისთვის ლამაზი მელოდიური მალამოსავით სიმღერა დიდი მადლობა სიურპრიზი იყო ჩემთვის და სწორედ მოლის ფოცხიშვილის ერთ-ერთი ნაჩუქარი ლექსია რომელზეც სიმღერა დავწერე შორტები მეცვა მაშინ პატარა ბავშვობის სიმღერა ხო და არ ვიცოდი რომ შენი იყო და ესეც ჩემთვის დიდი სიურპრიზი პირეთ იცოდი და მელოდიასაც ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთ სიურპრიზი გამიკეთეთ და ძალიან კარგად შეასრულეთ ფათაშორის ელენე და კატო რახან ყავს სტუდიაში მე ვიცი რომ ჯერ არ ლაპარაკობდნენ და უკვე მღეროდნენ ხო და ერთი ასეთი ამბავი გავიგე მოდი კატო შენც ერთი ასეთი ამბავი გავიგე რომ ქუჩაში როგორც საკანალიზაციო ორმოებს რო ნახულობდნენ ესო სცენარისო იმაზე დგებოდნენ და ცეკვავდნენ ასე იყო ჩემი ყველის ჭამა მიყვარს მახსოვს ისეთი პატარა იყო რომ მღეროდა როდესაც ელენე დადიოდა კატო ესე ხელში ძუძუს გოჭიო რო იძახიან ზუსტად ესე იყო დედაზე მიკრული და აი ესეთი რომ ეუბნებოდა რომ რამე იმღერა წინტი ყველის ჭამა მიყვარს ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი დღე გვაჩუქეს ყველას ვინც იყო ჩვენ დანაშენ ბლოგებში ყველა ბავშვებს და შენ დიდი მადლობა რომ ესეთ საოცარ საქმეს აკეთებ სრულიად საქართველოსთვის სტაბილიეთერი ქონდა როცა თვალსაც უხარია და ყურსაც მოსმენა ძალიან დიდი მადლობა გოგოებს და სწორედ ასეთი ეთერი გაგრძელდება რა თქმა უნდა რეკლამის შემდეგ დაგვევალეთ